ეს არის ხიმის წვის მიზნით უზმოზე ვარჯიში ქალისთვის. ქალის შემთხვევაში ყველაფერი არის რადიკალურად განსხვავებული. აქამდე რაც კი რამე კვლევა კეთდებოდა საერთოდ ათლეტებზე, ჯანსაღ-ცხოვრებაზე, ვარჯიშზე და ასე შემდეგ, ძირითადად ყველა კვლევა იყო კაცებზე. და აი ეს უზმოზე ვარჯიშის თემა არის ის, რაც ყველაზე მეტად ურტყავს ქალურ ჯანმრთელობას და ჩემს ნერვებს, როცა ეს მესმის, იმისთვის რომ გავიგოთ რატოა ეს მავნებელი, უნდა გავიგოთ როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა და ჩვენი ორგანიზმი, ქალის ორგანიზმი ამ შემთხვევაში. ვარჯიშის დროს რა ხდება? ბუნებრივად იმატებს კორტიზოლის დონე, იმისთვის რომ ვიყოთ შრომისუნარიანები, მოხდეს გლიკოგენის დაშლა, გამოთავისუფლდეს ენერგია და გქონდეს ვარჯიშის შესრულების საშუალება, ხო? ვარჯიშის დასრულებისთანავე ეს კორტიზოლი უნდა დაუბრუნდეს თავის დაბალ დონეს, რომ დაიწყოს აღდგენითი, ანუ ანაბოლური პროცესები ორგანიზმში. ეხლა რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ქალი დილას იღვიძებს და პირდაპირ იწყებს ვარჯიშს. ვარჯიში ხო თავისთავად სტრესია ორგანიზმისთვის და კორტიზოლი იწევს მაღლა, მაგრამ ამას ემატება შიმშილით გამოწვეული სტრესი, ანუ შენი პერიფერიული საათები სიგნალს აძლევს ორგანიზმს, რომ მოიცადა ერთი წამი გლუკოზა არ გვაქვს, ენერგია არ გვაქვს, სტრესია, როგორ ვიმუშაოთ, როგორ გავაკეთოთ ეს ვარჯიში, ხო? შესაბამისად, გამომუშავდება ჭარბი რაოდენობით კორტიზოლი. ვარჯიშის მერე 1 საათის განმავლობაში ქალმა თუ არ მიიღო საკვები, ამას მოსდევს მერე მენსტრუაციის არევა, ანოვულაცია, შეიძლება უშვილობამდეც კი მივიდეს. მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ უზმოზე თუ ივარჯიშე ერთხელ და ორჯერ ეს დაგემართება, მაგრამ როცა სისტემატიზებულია ეს ჩვევა და ყოველ დილას ვდგები უზმოზე ვარჯიშობ და მე 1 საათის მანძილზე კიდევ არ ვიღებ საკვებს, მივიყვან სადღაც ჩემ ორგანიზმს იმ დონემდე, რომ ჩავშლი მთელს ჰორმონალურ ციკლს, ხო? არიან ადამიანები, ვინც დილას ადრე იწყებს ვარჯიშს და სრულფასოვანი საუზმის მიღების არც დრო აქვს და არც იქნება მიზანშეწონილი ინტენსიურ ვარჯიშამდე დამძიმებული კუჭით რომ მიხვიდე დარბაზში, ხო? მაგრამ game changer-ი არის აი სულ რამდენიმე კოვზი საკვების მიღება. შეიძლება წინადღით გამზადებული ჩიას პუდინგი გქონდეს, რომლიდანაც 2-3 კოვს გადაყლაპავ და ისე წახვალ და ამასობაში გავანახევარი საათი, სანამ დარბაზში მიხვალ და ვარჯიშს დაიწყებ, იმიტომ რომ მივა ტვინამდე ინფორმაცია, რომ უსაფრთხოდ ვართ, ენერგია გვაქვს, ვარჯიში შეგვიძლია და კორტიზოლი ისე გამომუშავდება და იმ თავის პიკს ისე მიაღწევს და მე ისე ჩამოვა ქვევით, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება, მაგრამ შენ დასტრესილ სიტუაციას კიდევ სტრესს უმატებ, ეგ უარესშვება საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ქალური ჯანმრთელობის მხრივ ცუდ შედეგებამდე მივალთ ამის თქმა. მე საუბრობთ ქალის ჯანმრთელობაზე კვებით ფიზიკური აქტივობის ჭრილში. სტუმრად ყავს ნანკა ქიზიყურაშვილი, ექიმი, რეპროდუქტოლოგი.